გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ირაკლი ჯიბლაძე და დღეს ვისაუბრებთ თარიღების შესახებ. ძალიან ხშირად Excel-ის მომხმარებლები აწყდებიან პრობლემებს თარიღებთან, კერძოდ კი მათ სწორად ჩაწერასთან მიმართებაში. რას გულისხმობს სწორად ჩაწერა და სწორი ფორმატი? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ არ არსებობს რაიმე უნივერსალური წესი მათი ჩაწერის და ეს დამოკიდებულია რეგიონალურ და ენის პარამეტრებში არჩეულ ფორმატზე, რომელიც შეგვიძლია გავხსნათ კონტროლ პანელის მეშვეობით. აქ ავირჩევთ სასურველ ქვეყანას, მაგალითად საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ და შესაბამის ფორმატზე გადაეწყობა თარიღები Excel-შიც. მაგალითისთვის აქ მოტანილი მაქვს ქართული და ამერიკული სტილი, როგორც ხედავთ ისინი განსხვავდება და თუ მაგალითად არჩეული გვაქვს ქართული სტილი და ჩავწერეთ თარიღი ამერიკული სტილის გამოყენებით, ის თარიღად ვერ აღიქმება და აღიქმება როგორც არასწორი ფორმატი. როგორც ხვდებით, ეს არასწორი ფორმატი არის საკმაოდ პირობითი გამონათქვამი. თუმცა შეიძლება კიდევ სხვა მაგალითებიც გვხვდებოდეს არასწორი ფორმატის, მაგალითად რაიმე უცნაური სიმბოლოებით ან გამოტოვებული ადგილებით და ასე შემდეგ ჩაწერის შემთხვევაში. ეს არასწორი ფორმატიც თავისთავად არ გამოგვადგება. რაც მთავარია, როდესაც თარიღი გვაქვს ჩაწერილი არასწორი ფორმატით, Excel-ის მიერ იგი აღიქმება როგორც ჩვეულებრივი ტექსტი, რაიმე ტექსტური ჩანაწერი. ხოლო თუ ჩაწერილია სწორი ფორმატით, იგი აღიქმება როგორც რიცხვი. ამის შემოწმება შეგვიძლია შემდეგნაირად. თუ უჯრაში ჩაწერილი გვაქვს თარიღი და გვინდა დავრწმუნდეთ, რამდენად სწორად არის ის ჩაწერილი და რამდენად ნამდვილად თარიღის ფორმატია, თუ ამაში არ ვართ დარწმუნებული, შეგვიძლია მაგალითად იგი გადავიყვანოთ რიცხვით ფორმატში და დავინახავთ, რომ გადაიქცა რიცხვად 42933-ად. რაც დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი თარიღი არის ნამდვილად სწორი ფორმატით ჩაწერილი, რადგან თარიღის ცნება არის საკმაოდ პირობითი Excel-ში და იგი წარმოადგენს ჩვეულებრივ რიცხვს. რაიმე შესაბამისად მათემატიკურ ოპერაციებს დაქვემდებარებულს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დავინახავთ ამას სხვა გაკვეთილებში. ასევე სანამ რიცხვით ფორმატზე გადავიყვანთ, შეიძლება წარმოდგენა ისედაც შეგვექმნას ტექსტია თუ რიცხვითი ფორმატია, ანუ სწორად თუ არასწორად არის ჩაწერილი თარიღი. თუ კი უჯრის მარჯვენა მხარეს არის მოთავსებული ჩაწერილი თარიღი, ეს მიგვანიშნებს, რომ იგი რიცხვითი ფორმატია და შესაბამისად სწორად არის ჩაწერილი, ხოლო თუ კი ჩვენ არასწორად ჩავწერთ, მაშინ დავინახავთ, რომ მარცხენა მხარეს, მაგალითად აი ამ არასწორი მაგალითების შემთხვევაში, მარცხენა მხარეს მოექცევა უჯრის, რაც ავტომატურად მიგვანიშნებს, რომ ეს არის ტექსტური ჩანაწერი. ამდაგვარად შეგვიძლია განვასხვაოთ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი ფორმატები და ვიმეორებ, რომ სწორად ჩაწერილი, სწორი ფორმატით ჩაწერილი თარიღები ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში მათზე სხვადასხვა ოპერაციის ჩატარებისთვის და ძალიან საინტერესო შედეგების მისაღებად, რომლებზეც სხვა ვიდეო გაკვეთილებში ვისაუბრებთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, წარმატებებს გისურვებთ.